სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ჩვენ როგორც ქრისტიანებმა ვიცით და ამაზე ვსაუბრობთ ხოლმე, რომ ეკლესიის სიტყვა ეს არის ღვთის სიტყვა, ის რაც დღეს წარმოითქმის არ განსხვავდება იმ სიტყვისაგან, რომელიც წარმოითქმებოდა მოციქულთა დროს. მოციქულთა დროს ერთ-ერთი რაც ითქმებოდა, ეს იყო ის, რომ უკანასკნელი ჟამი არის. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით უკანასკნელი ჟამია მას შემდეგ, რაც ღმერთი ადამიანად მოვიდა. იმიტომ რომ როდის დადგება სამყაროს აღსასრული, ანუ სამყაროს გარდაცვალება მთლიანად სიკვდილისაგან სიცოცხლეში, როცა ახალი ცა და ახალი ქვეყანა შეიქმნება, როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ეს არავინ იცის, რომელიღაცა თაობაში ეს მოხდება. და ეს თაობა, ჩვენი თაობა იქნება, შემდგომი თაობა იქნება, 500 წლის მერე იქნება, კაცშვილმა არ იცის. და ჩვენ ისევე უნდა ვიყოთ მოლოდინის მდგომარეობაში, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები იყვნენ. ხშირად ხდებოდა ხოლმე, ეხლა ხშირად ხდება, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანებს ერთგვარად ადანაშაულებენ ჭყალებში ოღონ, რომ მათ ეგონათ, რომ უფლის დიდებით დაბრუნება მალე მოხდებოდა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მათ პერიოდშივე. ეს ესე ეგონათ და ამაში არის რაღაც სიმართლე, მაგრამ ეს მათი ნაკლისულაც არ არის, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და ღმერთი და ადამიანი შეერთდა და სასუფეველის კარები გაიხსნა, უბრალოდ შეიძლება ლოგიკურადაც იფიქროს ადამიანმა, რომ რაღაც საჭიროა, რომ გააგრძელდეს სამყაროს არსებობა, ყველანი ერთად შევიდეთ სასუფეველში. მაგრამ ადამიანის გონება და ადამიანის აზროვნება, ადამიანის ზრახვა განსხვავდება ღვთის გონებისა და ღვთის ზრახვისაგან და ღმერთმა ისურვა ესე, რომ მას შემდეგ აგერ 2000 წელი გასულიყო. ამაში არის სასიხარულოც ის, რომ უამრავი ახალი ადამიანი ემატებოდა და შეემატა და კიდევ შეემატება სასუფეველს. თუ სამყარო ადრე დასრულდებოდა, ამდენი ვერ შეემატებოდა. ეს საიდუმლოებაა, მოკლედ რომ ვთქვა. მაგრამ ის, რომ რომელიღაც თაობაში ეს მოხდება და ჩვენ არ ვიცით რა რომელ თაობაში მოხდება, ჩვენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ვით მუდამ მზადყოფნაში უნდა ვიყოთ. არ ვიცით ეს როდის მოხდება. ეს ერთი. მეორე, თითოეული ჩვენგანის გარდაცვალება. თქვათ არ მოხდა ჩვენ თაობაში. ეს ჩვენთვის არც პლუსია ერთგვარი და არც მინუსი. არამედ მოვლენათა ჩვეულებრივი წყებაა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ და წარვდგეთ ღვთის წინაშე. ისევე როგორც უფალო დაბრუნდება წარვდგებით მის წინაშე. ასე რომ პრინციპული განსხვავება, კაცმა რო თქვას, არც კია, არც არსებობს. ინდივიდუალურად წარვდგებით, ყველა ჩვენ დროს გარდავიცვლებით. და ის, რომ უკანასკნელი ჟამი ამ სიტყვის საღვთისმეტყველო გაგებას, როცა ვახსენებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ღმერთის განკაცებით რაღაც შეიცვალა სამყაროში, რომელმაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობის წინაშე დაგვაყენა ჩვენ თითოეული ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში ვიბადებით, ეს კი ნამდვილად ფაქტია. დიახაც, როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ღმერთი გვეცნო და თუ ღმერთს ვიცნობდით, ამ ცნობიდან გამომდინარე შესაბამისად ვიცხოვრებდით. სანამ ღმერთი ადამიანად მოვიდოდა, ჩვენ მქონდა სადღაც გამართლება, ვერ ვიცანი, ვერ ცნობ ღმერთს. არ მით უმეტეს, როცა აბრაამს გამოეცხადა და აბრამმა იცნო, როცა შეიქმნა, თქვათ, ერი ისრაელი, რომელმაც იცოდა საღვთო გამოცხადება და მე ვიყავი სხვა ერის შვილი, ვთქვათ, გარკვეული გამართლებას ჰქონდა, რომ ჩემ ერს არ გამოცხადებია ისრაელი ერის კუთვნილებაა რაღაც გარკვეულწილად და ამიტომ თითქოს პასუხისმგებლობას ნაკლები იყო. მაგრამ როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა და მოვიდა ყველასთვის, ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათი, ან როცა მთელ სამყაროში გავრცელდა ღვთის სიტყვა, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა, ზოგმა ერმა მიიღო, ზოგმა არ მიიღო, მაგრამ ვინც არ მიიღო, იქაც გავრცელდა და იქაც იცია, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა.
ხოლო ვინც მიიღო, ის ერები კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით არიან დატვირთული. თითოეული ჩვენგანი შესაბამისად ამ პასუხისმგებლობის ქვეშ ვართ. ღმერთი მოვიდა ადამიანად, რატომ ვერ იცანი? აი შენ რატომ ვერ იცანი? მით უმეტეს თუ იმ ერის შვილი ხარ, რომელმა ერმაც მიიღო და ამ ცოდნის შესაბამისი, ამ გამოცხადების შესაბამისი კულტურა შექმნა, ანუ ცხოვრების წესი შექმნა, ყოფაშიც კი თვით და ამ ერის შვილი რო ხარ, რატო ვერ ცნობ? ხო საინტერესოა, რატო ვერ ცნობ? და თუ იმგვარად ცნობ, რომ ეკლესიის შვილი გახდი, რატო ისე არ ცხოვრობ, როგორც იცანი? რამდენი კითხვა შეიძლება საკუთარ თავს დაუსვათ ჩვენ? ამიტომაც აი ეს ბოლო ჟამი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომელ თაობაში დადგება არ ვიცით რა, ჩემთვის პირადად ჟამი რომ იწურება, თუ სამყაროსთვის ჯერ არ იწურება და რამდენიმე საუკუნე დარჩა ან იმის იქით კიდევ, ან შეიძლება ხვალე მოხდეს, არ ვიცით, მაგრამ ჩემთვის ხო გარანტირებულად ვიცი, რომ რესურსი ძალიან შორი არ არის. კიდევ ერთი რამ ვიცით გარანტირებულად ჩვენ, თუ მაინდა-მაინც ზოგადად გვინდა რომ რაღაცა შეიცვალოს. კაცობრიობის ის ნაწილი, რომელიც დღეს ცოცხალია, ხო გარანტირებულად 100 წელიწადში აღარავინ აღარ იქნება ცოცხალი. დაწყებული მოხუციდან დამთავრებულია დღევანდელ დღეს დაბადებული ბავშვით, არც ერთი ცოცხალი არ იქნება 100 წლის მერე. ესეც ხო გარანტირებულად ვიცი. ჩვენ ხო ის თაობა ვართ ერთმანეთს რომ ხედავთ, რომლებიც აღარ ვიქნებით 100 წლის მერე ცოცხლები ფიზიკურად. და როცა ადამიანს ეს ავიწყდება, რომ ბოლო ჟამია, აი მოდი ასე ვთქვათ, თაობისთვის, თითოეული ჩვენგანისათვის, ჟამი იწურება, ანუ დრო მთავრდება, ხო? როცა ეს ადამიანს ავიწყდება, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემები აქვს მას სულიერ ცხოვრებაში. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? ეს ხო უაღრესად თვალნათელია. და იმიტომ რომ ამის დავიწყება, რას აკეთებს ამის დავიწყება? ამის დავიწყება აკეთებს იმას, რომ თითოეული ჩვენგანის რესურსი, შემოქმედებითობის, გონიერების, თავისუფლების, პიროვნული რეალიზების, ყველაფერი აბსოლუტურად მთელი რესურსი იხარჯება ამ სოფლიურ კეთილმოწყობაში, რომელიც დღეს ხვალ დამთავრდება. კი ბატონო მოვაწყოთ, ესეც მოვაწყოთ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ამ სოფლიურ კეთილმოწყობას ვაკეთებთ იმის ხარჯზე, რაც მარადიულია. თითქოს ვეღარ ვიცლით იმისათვის, რომ ის რაც მერე იქნება ჟამის დამთავრების მერე, რომ ამოიწურება ჟამი. აი მის მერე რაც იქნება, იმისთვის აღარ ვიცლით. გესმით რა შეასაკო. შესაბამისად, ასეთი დამგვარი განწყობა ქმნის შემდეგ მდგომარეობას. ადამიანს ეკარგება უნარი გაიგოს ღვთის სიტყვა და ქრისტე იცნოს იქ, სადაც ის ყველაზე მეტად იცნობა. ქრისტე იცნოს სახარებაში, ქრისტე იცნოს წმინდა მამათა თხუზულებებში, ანუ ეკლესიის ცხოვრებაში, ქრისტე იცნოს საიდუმლოებაში, მათ შორის ზიარების საიდუმლოებაში, ქრისტე იცნოს ლოცვაში, ქრისტე იცნოს ადამიანში, განსაკუთრებულად იმ ადამიანში, რომელშიც საღვთომადლია. ქრისტე იცნოს საიდუმლოებაში, რომ ახსენე, ამაში იგულისხმება არა მარტო ნათლობა და ზიარება, არამედ ვისი ხელითაც ნათლობა და ზიარება აღესრულება, ანუ სამღვდელო იერარქიაში. ადამიანები ვერ ცნობენ ქრისტეს. აი ამ კონტექსში, ამ ჩვენი საუბრის აი ამ კონტექსში წავიკითხოთ რამდენიმე მუხლის მინდა წერილიდან მაი მათეს სახარების მე-15 თავი. მოუხდეს იესოს მოწაფენი მისნი და რქვეს მას. უწყია, ანუ იცი შენ რომ უფალი საუბრობს და ეხლა ეკითხებიან მოწაფები. უწყია რამე თუ ფარისეველთა რა იესმა სიტყვა ან იგი დაბკოლდეს და ფარისეველები ხშირად ბკოლდებოდნენ, იმიტომ რომ რატომ? ქრისტეს სიტყვებზე. ფარისეველები ბკოლდებოდნენ, იმიტომ რომ მათ საკუთარი სიმართლე ჰქონდათ. და საკუთარი სიმართლე ჰქონდათ ობიექტურად არსებული სინამდვილე. და ამიტომ ღვთის სიმართლეს ვეღარ ხვდებოდნენ.
ადამიანს არ შეუძლია ორი სიმართლე ქონდეს. ეს თვისება აქვს. თუ ეს არის სიმართლე, ეს აღარ არის და პირიქით. და როდესაც დარწმუნებული ვარ ჩემ თავში, რომ ის სიმართლე, რომელიც მე მაქვს, მათ შორის რელიგიური, ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება, თავად ჭეშმარიტება რომ დამიდგა წინ, მე ვეღარ ვიცანი, იმიტომ რომ ადგილი დაკავებულია გულში. ჩემ გულში არის ჩემი სიმართლე. აი ეს ჭიდათ ფარისევლებს. და აი ისინი ხშირად ყოლდებოდნენ და საინტერესო რა არის, რომ უფალი მაინდა-მაინც არ უხსნის მათ. არ უხსნის, აი ხანდახან რომ დაბყოლდებიან წავლენ, რომ მოციქულები რომ ეუნებიან საყვედური ნარევი კილოთი, რომ უფალო ეს რა დაბყოლდნენ, წავიდნენ და უფალი გახსოვთ როგორ ეუნება ერთხელ, თქვენც ხომ არ წახვალთ. ძალიან ხშირ შემთხვევაში უფალი არ ხსნის, არ განმარტავს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც რაღაც საიდუმლოება, რომელიც ღმერთმა მოიტანა, ვერბალიზაციას არ ექვემდებარება, არ განიმარტება. თაბა თუ არ განიმარტება, თუ არ გაიგება ლოგიკურად, როგორ მივხვდე და ამაშია ზუსტად საქმე. ადამიანი ღმერთს ხო ლოგიკურად ვერ ხვდება. როგორც სახაზავით ვერ გაზომავ ღმერთს. დურბინტით ვერ დაინახავ, ჭოგრიტით და რა ვიცი, ტელესკოპით ვერ დაინახავ, სასწორით ვერ აწონი, ისე ლოგიკურად ვერ დაამტკიცებ და ვერ აღმოაჩენ ღმერთს. ღმერთი სხვანაირად შეიმეცნება. იმ ორგანოთი, რომელსაც გონება ქვია, გონება გული, რომელიც არის ადამიანის მისტიკური სამყარო, მისტიკური სიღრმე. და აი მოციქულები ეუნებიან ამას, რომ შენი სიტყვები რო გაიგეს დაბყოლდე. საინტერესოა ახლა უფლის პასუხია ამ კონტექსტში. თავადმა მიუგო და რქვა მას. ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა, მამამა ჩემმა ზეცათამან ძირითუთ აღიფხვრას. ამით უფალი გვეუბნება, რომ ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეში ღმერთს ვერ ცნობენ, განვავრცოთ ქრისტეს სხეულში ღმერთს ვერ ცნობენ, როგორი ცოდვაა ის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ატყვილებს. ქრისტეს აღიარებს და სინდის სიმშვიდებს, ეკლესიას არ ცნობს. როგორი ცოდვაა ასეთი ადამიანი? როგორი ცოდვაა ადამიანი, რომელსაც ღვთის სიტყვა ესმის, დღევანდელი, გუშინდელი, წმინდა მამების მიერ წარმოთქმული და არ ესმის, ვერ ხვდება, ვერ გულისხმა ჰყოფს. და ესეთი ადამიანები უფალი ამბობს, რომ მამის მიერ მათ გახსნილი არ აქვთ ის საიდუმლოება და ამბობს ძალიან მძიმე სიტყვებით, აი განაჩენი გამოაქვს. ყოველი ნერგი, რომელი არა დანერგა მამამა ჩემმა ზეცათამან ძირითუთ აღიფხვრას. ოღონ აქ ერთი ნიუანსია, იგავური სახით მეტყველებს. ნერგი, ადამიანის სინამდვილეში ნერგი არ არის, გესმით, ხო ხვდებით? ადამიანი თავისუფალი არსება, ანუ რაღაცა ხდება ისეთი ჩვენთვის უცნობი, რომლის გამოისობითაც ადამიანს აქვს ჩაკეტილი გული ისე, რომ მამა მის გულს ვერ ეხება, ღმერთი მის გულს ვერ ეხება. აი ამის კონტექსტში იოანე მოციქულის ეპისტოლედან, პირველი ეპისტოლედან ეს სიტყვები მინდა წაგიკითხოთ კიდევ. ჩვენ ღვთისგან ვართ, იოანე მოციქული ამბობს, ვინც იცნობს ღმერთს. ანუ ჩვენ მოციქული ამბობს, ამ შემთხვევაში განვავრცოთ მთლიანად ეკლესია ამბობს, რომ ჩვენ ვართ ღვთისგან. ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა. ეკლესია არის ის, რასაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი, ანუ ჯოჯოხეთის ყველაზე მძლავრი ძალებით ვერ დაამარცხებენ და სამყაროს აღსასრულამდე იდგება. ეკლესია არის ქრისტეს საიდუმლო სხეული, რომლის მიერაც ქრისტე მუდამ ჩვენთან არის. ეს არის გამოცხადებითი ცოდნა და ამიტომ ეკლესიის სიტყვა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ის სიტყვა ღვთისა, რომელიც ისმოდა 2000 წლის წინ ქრისტეს მიერ და ქრისტეს მოციქულების მიერ. ამიტომ მოციქული ამბობს, ჩვენ ვართ ღვთისგან. ეკლესია ამბობს, იმეორებს, ჩვენ ვართ ღვთისგან. ჩვენი სიტყვა არის ღვთის სიტყვა. რა თქმა უნდა, თუ ჩემი სიტყვა თანხვედრაშია ეკლესიის 2000 წლოვან ცოდნასთან და გამოცდილებასთან, თორე ხა მე ესეთი რამე თუ ვთქვი, რაც ეწინააღმდეგება ღვთის სიტყვას, ეს უკვე ჩემი თეოდორეს სიტყვა იქნება, ხოლო თუ ჩემი სიტყვა თანხვედრაშია იმ უწმინდეს გარდამოცემასთან, რაც ეკლესიაში 2000 წელი არსებობს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი სიტყვა არის ღვთის სიტყვა და ნახეთ, იმიტომ რომ ღვთისგან ვართ.
და შემდეგ აგზელებს. ვინც იცნობს ღმერთს, ის გვისმენს. ესე იგი, შენ რო გაიგო, რომ ჩემი სიტყვა არის თუ არა ღვთისგან, შენ უნდა იცნობდე ღმერთს. რას ნიშნავს იცნობდე ღმერთს? შენ უნდა ეძებდე ღმერთს. ვინც გულწრფელად ღმერთს ეძებს, ღმერთი მის გულს ეხება და თავის თავს უჩვენებს. ასეთი ადამიანი იცნობს ღმერთს. რა თქმა უნდა, ეს მასში ჯერ სრულ ცოდნას არ ბადებს, ის ძიების პროცესში ერთვება, მას სრული ცოდნა არ აქვს, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც ინტუიციით ზუსტად ხვდება, არაფერი არ იცის, მაგრამ ზუსტად იცის, რომ აი ეს სიტყვა, რომელიც გაიგონა, არის ღმერთის სიტყვა. იმიტომ რომ ის იცნობს ღმერთს. იმიტომ რომ ის ეკლესიის ხმა, რომელიღაც წმინდა მამიდან ესმის, რომელიღაც თანამედროვე ღვთისმეტყველიდან ესმის, ზუსტად იცის, რომ აი ეს სიტყვას, რასაც ეს ამბობს, ზუსტად ის არის მის გულს რო შეეხო, მის გულს რო შეეხო, ის პატარა ცოდნა რომისა, მაგრამ მის გულს რო შეეხო. და აი ეს რაც ესმის, თუნდაც ეს იყოს უმაღლესი ღვთისმეტყველება, ეს არის ერთ და იგივე ღმერთია. აი ამას ხვდება ადამიანი. და ვინც ის ეს პატარა გამოცდილება ვის აქვს, ვინც გულწრფელად, სინდისის მიხედვით, უანგაროდ ეძებს ღმერთს, სამყაროს შემოქმედს. აი ესეთი ადამიანი. და ესეთი ადამიანი არის ის, ვინც იცნობს ღმერთს, ხოლო ის, ვინც ღვთისაგან არ არის, ანუ ვინც ღმერთისთვის არ არის მოსული, ის, ვინც ანგარებით არის და ასე შემდეგ. ის არ გვისმენს ჩვენ, ამბობს იონე მოციქული. აი ამით შევიცნობთ სულს ჭეშმარიტებისას და სულს ცდომისას. და მე სულ გეუბნებით, აი სამშაბათსაც გითხარით, რომ ეს სოციალური ქსელი ხო ილუსტრაციას ახდენს ადამიანებს, რასაც კიდე იმას წერენ და საწყლება კი არ იციან, რომ ამ საშინელებებს რო წერენ, ისაც გულში დამარხული იყო, ეს რო არ იცნობს ღმერთს და გამოცდილება რო ნულოვანი აქვს ღმერთთან ერთობისა, თქვათ რომელიმე ადამიანს. და ესე იგი სამყაროს ხედავს არა იმ გულისმიერი თვალით, რომელიცაც უნდა ხედავდეს, რომელსაც ქრისტე აშენახები, არამედ რაღაც სხვა თვალებით რო ხედავს. ზოგი პოლიტიკური თვალით ხედავს, ზოგი რაღაცა უკეთეს შემთხვევაში ზნეობრივი, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში უზნეო თვალით რო ხედავს, რომელსაც თანამედროვე სამყარო გთავაზობს, ეგოიზმის თვალით, შურის თვალით, ანგარების თვალით, სიბინძურის თვალით, სიამაყის თვალით, უსიყვარულობის თვალით რო ხედავს სამყაროს. იმას გინდას ელაპარაკე და გინდისე. სულ ერთია რა სიტყვის, მაგალითად პატრიარქიან სასულიერო პირი. ნების აი სურო წმინდათ რო ეკლესიის საკითხზე ილაპარაკოს, ხოლოდ აი მამაოჩვენო რო გამარტოს იქ იტყვის ეს რებს ლაპარაკობს და დაიწყებს დაცინვას, ლანძღვას, გინებას, ფურთხებას და საწყალი ხალხი არიციან რომ ამით აშიშვლებენ თავიანთ სულს და მათი შინაგანი მდგომარეობა უკვე დაფარული ცოდვა კი აღარ არის, რომელიც კიდე მაინც ნაკლებია, არამედ უკვე გაშიშვლებული, მატერიალიზებული, რომელმაც კიდე სხვა ადამიანი დაწამლა, შხამი იღვრება, უამრავ ადამიანს წამლავს, ანუ საქმეში გადმოღვრილი ცოდვაა და საწყლები არიან იმიტომ, რომ არათუ ასეთი სიტყვებისთვის აგებენ პასუხს. არამედ უქმის სიტყვაც რო თქვან, ან ცუდად იხუმრონ, იმაზეც კი პასუხს აგებენ და ისინი ასეთ შხამს და სიბინძურეს ღვრიან იმის მიმართ, რასაც სიწმინდე ქვია ერთადერთი სამყაროში, ანუ ეკლესიის მიმართ. მათემახარებელთან აგზელებს უფალი. უტევენით ეგე, გაუშვით ეგენი. ნახეთ, ღმერთი რომელმაც სამყარო სიყვარულით შექმნა და რომელიც თითოეული ადამიანისათვის ჯვარზე გაეკრა და თითოეული ადამიანის ცოდვები არის გათვალისწინებული, როგორ ამბობს, ნახეთ, უტევენით, გაუშვით, ბრმანი არიან და წინამძღვარი ბრმათანი, ანუ თითოეული ასეთი ადამიანი ვიღაცას უწინამძღვრებს, რაღაცა სიბინძურეს იტყვის, ცილის წამებას, საშინელებას, ამას დადებს, გავრცელდება და ვიღაცას მოეწონება, ანუ ვიღაცის მოძღვარი გახდა უკვე. ბრმას აეკიდა, უტევენით ეგენი, ანუ გაუშვით, ბრმანი არიან, წინამძღვარი ბრმათანი, ხოლო ბრმას თუ წინა უძღვინ, ორივენი მთხებსა შთასვივინ, ანუ ორივენი ორმოში ჩავარდებიან. აი ეს მოცემულობაა დღეს. აი ეს მოცემულობაა და ეს არის შემზარავი რეალობა. აი უბრალოდ ერთადერთი რჩება, რომ ღმერთო შენ უშველი ამ ხალხს. მაგრამ არიან კიდე უცნაური ადამიანები. კაი, თქვათ ეს ამათ სხვადასხვა სახელს ვარქმევ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასე არ იქცევიან.
არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიას არავითარ შემთხვევაში არ შეაგინებენ. პირიქით გულზე მჯიხს დაირყავენ და სადღეგრძელოს დალევენ და შეიძლება ხანდახან მონასტერში დარჩენ და თქვათ ასე შემდეგ. ანუ არიან ადამიანები, რომლებიც გარეგნულად პატივს სცემენ ეკლესიას, მაგრამ ამის პარალელურად ჩადიან სასიკვდინე ცოდვებს. ეს ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკია, ზოგ შემთხვევაში კრიმინალია, ზოგ შემთხვევაში მეუღლის ღალატია, თქვათ, უღალატებს ცოლს და ვითომც არაფერი. ამ ბავშვების ოჯახის დატოვება, საერთოდ დანგრევა. და ამის პარალელურად, აღარ ლაპარაკობ გინებაზე, ჭხუბზე, ასე აგრესიაზე, იმის თქმა მინდა, რომ აი ასეთი ამგვარი ადამიანები კიდევ უფრო საცოდავნი არიან, იმიტომ რომ ასეთ ადამიანზე ცოტათი შენახებია ღმერთი, იმიტომ რომ ეკლესია სადღაც უყვარს. რაღაცა გამოცდილება ოდნავ მაინც აქვს და მაინც ქრისტეს საწინააღმდეგოდ ცხოვრობს. ასეთი ადამიანები ძალიან ბევრი არიან. და რა თქმა უნდა, ყველა საშინელება კიდე ის არის, ვინც ეკლესიის წევრნი არიან და სასიკვდილო ცოდვებს პერიოდულად უბრუნდებიან. ასეთ ადამიანს რა ქვია აღარ ვიცი უკვე. თითქოს ბრმა არ არის, მაგრამ ცხოვრობს ბრმასავით, სულიერი ბრმა, ვინც ვერ დაინახა ქრისტე და ამან დაინახა. მაგრამ ეს ადამიანი, რომელმაც დაინახა, ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც ის, ვინც ვერ დაინახა. და საუბრობს იმაზე, რომ გამომავალი პირიდან გულისაგან გამოდის, ჩვენ სიტყვაზე საუბრობს, ასე წეღან გელაპარაკებოდი. და ეს შეაგინებს ადამიანს. ყოველი უქმის სიტყვა და მით უმეტეს ბინძური სიტყვა და მით უმეტეს ცილისწამებრული სიტყვა და მით უმეტეს სიწმინდის მიმართ სიტყვა შეაგინებს ადამიანს. ადამიანი არის დაბინძურებული ამით. და მე უფალი გვახსენებს, რომ გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი ბოროტნი, კაცის კვლანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი. და საერთოდ ადამიანი როგორც მეტყველებს, ეგ არის. თუ ადამიანი ბილწ სიტყვაობს, თუ ადამიანი მკრეხელობს, თუ ადამიანი ცილისწამებს, ტყუის, ცრუობს, სისულელებს ლაპარაკობს, ადამიანი არის ეგ. ეგ არის. არ უნდა მეტი გარეგ სხვა შეფასება არ ჭირდება. თავის თავს თვითონ ახასიათებს. ამიტომ როგორც მეტყველებთ, ჩვენ ვართ ის. ამიტომ გაუმთხილდეთ თითოეულ სიტყვას. და ისევ პავლე მოციქული ისევ გვახსენებს პირველი კორინთელთა მიმართ ეპისტოლედან, რას გეტყვით ძმანო, უკვე იწურება ჟამი. ამიტომ იყავით მოხარულნი, როგორც გაუხარელნი და მქონენი, როგორც არამქონენი. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი, როგორც მოზარალენი. რას გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაზე რაც გვაქვს, სიხარული იქნება ეს თუ რაღაცის ქონება იქნება, ხო? ისე იყავით, თითქოს არა გაქვთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან გულს დაუდებთ, ძალიან მიეწეპებით, ძალიან ინუგეშებთ და ძალიან გაიხარებთ ყოველივე იმ სიკეთით, რაც ამ ქვეყანაზე გაქვთ. იმიტომ რომ წარმავალია საწუთოს ხატი. გვახსენებს, ეს ყველაფერი მაინც წაგვერთმევა ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ მთელი აქცენტი გადავიტანოთ მარადილ სიცოცხლეზე, რომელიც არის მყოფობა ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს ყოველთა თანა. ამინ.